სამყარო მშვიდობის მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა გვექნება. პირდაპირ გეტყვი, რომ თუ ეს ვიდეო შენ შეგხვდა, ეს მესიჯი სწორედ შენთვის არის, იმიტომ რომ პატარა მინიშნებას გიგზავნის სამყარო ჩემი სახით, თუ რა პერიოდში ხარ ახლა და რა უნდა იცოდეს ზუსტად. ნახოთ, ყოველგვარი კითხვის გარეშე რას გვეტყვის სამყარო შენზე. იყო მომენტები შენ ცხოვრებაში, სადაც გრძნობდი მხარდაჭერის ნაკლებობას. ყველაზე მეტად გჭირდებოდა, რომ უბრალოდ ვიღაცას გამოევლინა მცირე ინიციატივა მაინც, რომ ის პასუხისმგებლობები და სიმძიმეები ცხოვრების მომენტებში, რომელიც გქონდა, ოდნავ მაინც გაიზიარებინა თუნდაც ემოციურად შენთან ერთად. ძალიან გჭირდებოდა ამ ადამიანების მხარში დგომა და ალბათ ყველაზე მეტად გული წყდება იმაზე, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ შეძალი შენ იმის გაცნობიერება, რომ ეს უბრალოდ შენი მოცემულობაა და შეძელი რომ თავი დაგიხცია ამ ყველაფრისგან და განთავისუფლებულიყავი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მომენტი ახლა შენ ცხოვრებაში, რომ გრძნობ, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა ყოფილიყო ეს ყოველივე უკან მოიტოვე და ყველას მიუჩინე თავისი სათანადო ადგილი. შენ შეძელი და მოიშორე შენი ცხოვრებიდან ყველა ის ადამიანი, შეიძლება თითქმის ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეიქმნა წარმოდგენა შენთვის იმაზე, რომ შეიძლება მხარში გედგა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში ალბათ ის არის, რომ შენ შენი თავის ფასი ისწავლე და აირჩიე საკუთარი თავი. აირჩიე ცხოვრება დამოუკიდებლად, ვიდრე ვითომ გვერდში ადამიანების მდგომი ნაწილებით, ხო? აი, მიხვდი, რომ რეალურად ეს ასე არ ყოფილა. მიხვდი, რომ რეალურად გვერდში არ გიდგანან ეს ადამიანები და უბრალოდ ცდილობდნენ, რომ ასე წარმოეჩინათ ეს ყოველივე, მაგრამ შენ ამოიცანი მათში რეალური სახეები. შენ ახლა ხარ ცხოვრების ზუსტად იმ ეტაპზე, სადაც თითქოს კარგი სიტუაცია გაქვს, კარგად გრძნობ თავს, შენს რეალობაში ყველაფერი უკვე ავთენტურია, ყველაფერი გასაგებია და შენზე არის დამოკიდებული შენი ცხოვრება, აღარავის იმედი არ აქვს საკუთარი თავის გარდა და მეტიც შეიძლება ბოლო პერიოდია ძალიან ემოციურად დატვირთულად გრძნობ თავს. ბევრი ემოციებია, ბევრი შეგრძნებებია. შეიძლება სადღაც ბევრი დრამები გაქვს უკვე საკუთარ თავში ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ შენ თავთან თავს კარგად გრძნობ. მაგრამ მეორე მხარეს დგას შენი მიზნები. შენი სურვილები, რაც გინდა რომ გააკეთო შემდგომ ფაზაში, მაგრამ შეიძლება ხანდახან შენი ემოციები ხელს გიშლის, ხო? როგორ გავაკეთო, ღირს ამის აკეთება, არ ღირს ამის აკეთება. ვის შეიძლება ვენდო ამ ყველაფრის შემდეგ. წარსული მაინც ამ მომენტში შენზე პატარა გავლენას ახდენს. თუმცა უფრო ემოციურ პლანზე, ვიდრე რო ვთქვა, რომ ფიზიკური მიმართულებით. რაღაცა მარტოსული მგელი სიგზა აირჩიე და გადაწყვიტე, რომ ყველაფერს მარტო გავუმკლავდები, მარტო გააკეთებ, მარტო იმოქმედებ, შენ გააქვს შესაბამისი ცოდნა, შესაბამისი გამოცდილება, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდე. შენ თავთან მოკლედ თავს საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობ, მინდა გითხრა. სხვათაშორის მიუხედავად ამ ყოველივესა, შენ იმედი არ დაგიკარგავს. კიდევ გაქვს იმედი იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს ვიღაც, ვინც შეძლებს გულწრფელად დაგიდგეს გვერდით და გაქვს ასევე იმედი, რომ თუნდაც მარტო შენ მიაღწევ შენს სანატრელ სურვილებს და ოცნებებს, იმიტომ რომ შენ ძალა გაქვს საამისოდ. არის კიდევ შენ ცხოვრებაში რაღაც დეტალები და ნაწილები, რაც ვიტყოდი, რომ დასანგრევია. დასანგრევია სწორედ იმ ადამიანების იმედი, ვისიც ჯერ კიდევ დაგრჩა. ძალიან რთული მოსასმენია ახლა მესმის ეს, მაგრამ
დაგანახებს რეალობა, შენი რეალობა ყველაფერს გაჩვენებს ცალსახად, რატომ უნდა დაანგრიო ეს ნაწილიც, რატომ არ გამოდის ის რაღაც, რასაც ასე ძალიან ვცდილობ. ეს არის ადამიანების შეცვლა. შეიძლება ძალიან გინდა, რომ ვიღაც ასეთი არ იყოს, როგორიც არის. ძალიან გულის შეგტკივა კონკრეტულ ადამიანებზე და ჯერ კიდევ აგრძელებ მათთან ურთიერთობას მიუხედავად იმისა, რომ შენ ბევრჯერ დარჩი იმედგაცრუებული ამ ადამიანების მხრიდან და კიდევ აგრძელებ ნდობას, კიდევ აგრძელებ იმედით ყოფნას იმაზე, რომ ესენი შეიცვლებიან. მაგრამ მე გეტყვი, რომ გამოსავალი ახლა შენი ცხოვრების ამ მომენტში, ამ სიტუაციაში მდგომარეობს იმაში, რომ შეწყვიტო იმის იმედი, რომ ვიღაც შეიცვლება. საკუთარი სურვილის გარეშე, რაც არ უნდა შენ ამას ძლიერად ცდილობდე. გაქვს იმის იმედი, რომ მოცემულობა, რომელიც ახლა რეალობაში გიდგას, რაღაცნაირად შეიცვალოს. იმიტომ რომ შენ წარსულის მოგონებებით ცხოვრობ. რაც ადრე იყო, ისევ ის გინდა, მიხდი? რაც ადრე იყო, გგონია, რომ ისევ არსებობს, როცა რეალურად ყველაფერი დასრულებულია. მაგრამ შენ ისევ იმედით ყოფნას აგრძელებ, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდება. ან კონკრეტული ადამიანი შენკენ შემოbrunდება. შენ ცხოვრებაში მოხდება ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი გარდატეხა ინფორმაციული, სადაც შენ გაიგებ სხვათა შორის არ გამოურიცხავ სიზმრის სახით სიმართლეს, იმიტომ რომ საკუთარი ქვეცნობიერი გეტყვის ამას, იმიტომ რომ შენ გარე ადამიანებს აღარ უსმენ. იმიტომ რომ არ გინდა იმ რეალობის მიღება, რომლის წინაშე შენ დგახარ ახლა. გარდა ამისა, არ გამოურიცხავ დაგესიზმროს გამოსავალი, როგორ გააკეთო კონკრეტული საქმე, როგორ იმუშაო, როგორ გადალახო კონკრეტული პრობლემა. აქ ცოტა ერთეულ ადამიანებსაც გეტყვით, შეიძლება დაგესიზმროთ, რომ ვიღაც მაგიურ ზემოქმედებას ახორციელებს თქვენს. გურო მიქალი, თქვენ ნამდვილად გაქვთ იმის უნარი წინასწარ დაინახოთ მოვლენები, ან დაინახოთ მიმდინარე მოვლენები, რომელიც ფაქტების მიღმა დგას და ასე აშკარად არ ჩანს. თქვენ ძალიან კარგი უნარი გაქვთ იმისი, ამოიცნოთ ეს ადამიანები, ოღონდ თუ ინტუიციით მიყვებით და არა გონებით, იმიტომ რომ ხანდახან თქვენი გონება ცდება. შეიძლება თქვენი ზოგიერთი ლოგიკური დასკვნები დიდი ხანია არასწორია, მაგრამ ამას ვერაცნობიერებთ. ყურადღებით იყავით და ინდეთ მხოლოდ ინტუიციას ამ მომენტში, იმიტომ რომ თქვენმა გონებამ შეიძლება მოგატყუათ. თუ ეს ყოველივე რეზონირდა შენთვის, დამიწერე კომენტარებში და არ დაგავიწყდეს ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. მადლიერების ნიშნად გამიხარდება თუ კი გააზიარებთ ვიდეოს, იმიტომ რომ გახდეს, ასე რომ ვთქვათ, მეტად უფრო ნახვადი ჩვენი გვერდი და ბევრს მიეცეს კიდევ შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდეს. მე კი დაგემშვიდობებით, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე, პირად შეტყობინებაში. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.